რომელი წიგნის საკითხოს ურჩევდით მე-7 მე-8 მე-9 კლასის მოწაფეებს? აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს. ქართულად თუ აი ინგლისურად? არა, მსოფლიო ლიტერატურიდან. აი თარგმანიც შეიტანეთ აქ და რაღაცა თუნდაც ორიგინალური, ხო, ქართული. ამ ჟანრის ლიტერატურა და თუ ამ ჟანრის? არა, ნებისმიერი ჟანრი, რა ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ამასაკისთვის, აი თქვენთვის მე-7 დიახ, მე-7 მე-9. თარგმნილი არ არის ეს წიგნი, მე ვაპირებ ამის თარგმნას და არის ძალიან კარგი წიგნი. ეს შეიტანეს ამერიკის რამოდენიმე შტატის სკოლის პროგრამაში, თუ არ ვთქვი კლას გარეშე საკითხავი. ეს არის ჰოლს ანდერსონის ილაპარაკე. Speak ფილმიც არის ამაზე გადაღებული, მე ძალიან მიყვარს. არ ვიცი შეიძლება გაქვთ თუ არა ნანახი, ან გაგებული თუ არა. ეს პალიტრასთან მაქვს მოლაპარაკებები, როგორც კი ამ წიგნს მოვრჩები, შემდეგ გამოდის დელირიუმი და შეიძლება დელირიუმის პარალელურად ვთარგმნო. ერთი წლის ბოლოს იგეგმება, რომ ეს წიგნი ყოველ შემთხვევაში გამოცემული ასე მითხრა და ეგ ისეთი ხალხი შეიძლება გადათქვან. ყოველ შემთხვევაში ეს იმდენად კარგი წიგნი არ ამგონია, რომ სხვა გამომცემლობას რო შევთავაზო, უარი თქვას, ნუ იგივე დიოგენემ ამ სულაკაურმა. ეს წიგნი არის მოზარტზე, გოგონაზე, რომელსაც ცხოვრებას ძალიან ცუდი რაღაც შეემთხვევა. არ გეტყვით რა, ჯობია რომ წაიკითხოთ, იმიტომ ძალიან ემოციური წიგნი არის, რის გამოც ანუ მთელი სკოლა აქცევს ზურგს. ანუ ესე იგი წიგნი იწყება ისე რომ ყველა აქცევს ზურგს იმის გამო რომ წვეულებაზე ის ერთ-ერთ აი ეს ამერიკელებს ხედავთ როგორ უყვართ ეს რაღაცა ფართის და ნუ რაღაცა იქ სვამენ უაზროდ ბევრს და მე სახში ძლივს მიდიან და ვერც მიდიან და ნუ ფილმებში ხედავთ ნანახი რაღაც საშინელებები რო ხდება ხოლმე ერთ-ერთ წვეულებაზე გამოიძახებს პოლიციას და რა თქმა უნდა ჩაიშლება მთელი ეს წვეულება რის გამოც შეიძულებს მთელი სკოლა და ეს ბავშვი პრაქტიკულად ეს გოგო არის მოკვეთილი მთელი სკოლიდან. ანუ არავინ ამცირებენ ძალიან და რეალურად ამ ბავშვმა გადაიტანა დიდი ტრაგედია, რაც იმაზე ხო უარესი არის კიდე რომ დაემატება, რომ ახლა ესე ცუდად გექცევიან. და ეს ამ ბავშვის ბრძოლა არის, როგორმე შემოირიგოს ეს საუკეთესო მეგობრები, რომლებმაც მიატოვეს და ამის გამო მას მოუწევს ამ სიმართლის თქმა იმის გამო რომ საუკეთესო მეგობარი დაიცვას თუ რა მოხდა. და ესეთი და ბოლოს ალაპარაკებენ. მანამდე არ ლაპარაკობს, გაკვეთილზე იძახებენ და რაღაც არ ლაპარაკობს, ორ სიტყვას ამბობს და ამიტომ ქვია ამ ფილმს რომ ილაპარაკე. თუ არ ვწდები ინტერვიუ მაქვს საკითხული მწერალთან, ეს თვითონ მწერლის პირადი გამოცდილებიდან არის ძალიან ემოციური წიგნი არის. რა ვიცი, ვფიქრობ თქვენი ასაკისთვის მაინც რომ ხა ეს არ არის აი ესეთი ლიტერატურა არ არის, ეს დრამა არის, სერიოზული ტრაგედია არის ამ ბავშვის ცხოვრებაში და რა ვიცი, ხა შობელს შეიძლება კონდეს პრეტენზია რომ აი რატო წაიკითხა რაღაცა, მაგრამ რაც უფრო ჩემი აზრით ბავშვებს მოვარიდებთ ამ მით უმეტეს ხა 21 საუკუნეში ესეთ საშინელ რაღაცებს, რაც ძალადობა და ესეთი არის, მით უფრო უარე შედეგს მივიღებთ, ხო, რომ ყრუმუნჯები ვართ და არ ვიცით, ხო? ახლა გამოცდილება მაქვს მეგობრის შვილი, აი თქვენი ასაკის არის და